გადაცემას ვიწყებ ძალიან აქტუალური თემით, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს აწუხებს. ეს არის ქვედაკიდურების ვენური დაავადება. ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება, ხოლო დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოფლებიტი, თრომბოზი ვენის სანათურის, ტროფიული წყულების გაჩენა ქვედაკიდურებს და კიდევ ბევრი სხვა სერიოზული გართულება. სწორედ ამიტომ ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. ალბათ უნდა ჩამოვთვალოთ ის სიმპტომები, რომელიც ხშირად არის ხოლმე ქრონიკული ვენური დაავადების დროს. ეს არის ქვედაკიდურების სიმძიმე, ტკივილი, ეს არის ქავილი, წვის შემგზნება, სიმხურვალის შეგრძნება, ხშირ შემთხვევაში დაღლილი ფეხის სინდრომი, ეგრეთ წოდებული შეშუპება მკვეთრად გამოხატული, ზოგჯერ წვივის კუნთების სპაზმი, რომელიც რა თქმა უნდა არც თუ სასიამოვნოა. ამიტომ თუ ეს სიმპტომები ვლინდება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლებელია იყოს ვენური დაავადება. ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის, როგორ უნდა მოვახდინოთ ამ დაავადების პრევენცია, რა დაგვეხმარება უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან არიდებაში და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებით ზაფხულის ცხელი სეზონის პერიოდში. ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ანგიოლოგი, ანგიოქირურგი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის სიძახთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი გიგი ბრეგაძე და საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. მოგესალმებით, მადლობა ბრძანებისათვის. ქვედაკიდურების ვენური დაავადება, პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში არის. ბატონ გიგი, პირველი კითხვა თქვენთან გვექნება. საქართველოს ხომ არ გამოირჩევა სტატისტიკით რაიმენაირად, თქვა მსოფლიოს სტატისტიკისაგან ამ მიმართულებით? მოგესალმებით. საქართველოშიც პრაქტიკულად სტატისტიკა იგივეა, რომ ითხრათ, ეხლა ჩატარებული არ არის ასეთი ფართო კვლევები. თუმცა პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, რაც ხდება, არ გამოვირჩევით, ნამდვილად გავრცელებული დაავადება, როგორც ბრძანეთ, 50%-ის, სხვა სტატისტიკა არის 20-დან 60%-მდე, მაგრამ ჩვენც ალბათ ზედა ციფრებში ვართ, კი ბატონო. მანო ჩვენ ახლა ვეცადეთ, რომ გარკვეული სიმპტომები ჩამოგვეთვალა, რითაც ხასიათდება ეს დაავადება, მაგრამ მოდით ერთხელ კიდევ განვუმარტოთ, თქვათ, რა სიმპტომები შეიძლება იყოს და განსაკუთრებით თქვათ ადრეულ სტადიაზე, აი პირველი სიმპტომები, რითაც შეიძლება ეჭვი შევიტანოთ, რა არის? ქრონიკული ვენური დაავადებისთვის დამახასიათებელია სიმპტომები და ნიშნები. ნიშნებს რაც შეეხება პრინციპში ვიზუალურად რაც გამოიხატება, ეს არის გადაგვარებული კანქვეშა ვენები, შეშუპება, ქვედაკიდურების, ეს არის ასე ვთქვათ პირველი ნიშნები, რასაც შეიძლება პაციენტმა მიაქციოს ყურადღება. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში სიმძიმის შეგრძნება, კიდურების გადაჭიმვის შეგრძნება, რაც უფრო დაკავშირებული არის დღის ბოლოს მატებასთან და ძალიან ყურადღებას აღებია ის მომენტიც, რომ არსებობს სხვა დაავადებები, რომლებიც იწვევენ მსგავს შეგრძნებას, მაგრამ ვენურ დაავადებას ლოგიკურად ახასიათებს ამ სიმპტომების ალაგება ფეხების შემაღლებასთან, ანუ დასვენებასთან ერთად. ანუ დილას ნაკლებია საღამოს მატულობს. იმატებს, რადგან ჩვენ ამ მძივართ, ამ მდგავართ, დავდივართ, ამ დროს პროგრესირებს ვენური უკმარისობა. რამე თუ სისტემა თუ ვერ გაუმკლავდათ გრავიტაციას, მაშინ პროგრესირებს პრობლემა. მადლობა. ვინ ავადდება უფრო ხშირად, არის თუ არა სქესთან შეჭიდული დაავადება და არის თუ არა რაიმე ასაკობრივი, ესე ვთქვათ, ზღვარი, რა დროსაც უფრო მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება და ასევე საინტერესო არის, რომ არსებობს თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადებები, რა დროსაც შესაძლებელია იყოს შემდგომი გამოვლინება ქრონიკული ვენური დაავადების. კი ბატონო, ესე იგი სქესთან შეჭიდულია, რამე თუ უფრო მარტივად რო იყოს გასაგები, ყოველ მეორე და ყოველ მეორე ქალბატონს და ყოველ მესამე, ასე ვთქვათ, მამაკაც სტატისტიკურად რო ვთქვათ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით აღენიშნებოდეს ქრონიკული ვენური დაავადება, ქვედაკიდურების. ასაკს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ასაკი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია და 60 წელს ზევით და უფრო შეიძლება დაიწყოს პროგრესირება ამ პრობლემამ. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, ეს არის გულის ქრონიკული უკმარისობები, რომლებიც ტვირთავს ვენურ სისტემას და იწყება პრობლემები ამ მიმართულებითაც. შეიძლება დაუშვათ მწვავე გართულებები იყოს, თრომბოზები იყოს და ეს გახდეს მიზეზი, ანუ ვენური თრომბოზები, ხმავენების უფრო სწორად მიზეზი ქრონიკული ვენური უკმარისობის განვითარების. შეიძლება რაღაცა ტრავმაც იყოს, ასე ვთქვათ, საწყისი, როგორც ასე ვთქვათ, ვარიკოზული ცვლილებების. ასე რომ არის სხვა დაავადებებიც, რაც შეიძლება იყოს განაპირობებელი. ბატონ გიგი, სეზონურობა ვახსენეთ ჩვენ, ანუ გაზაფხულიდან ზაფხულისკენ, როცა მატულობს ტემპერატურა, ინსოლაცია მატულობს, ამ დაავადების სიმპტომები მატულობს, ვლინდება, მწვავდება, რატომ? ესე იგი, რაც შეეხება ზაფხულს,
უბრალოდ დათბა და პრობლემა იმაშია, რომ რაღაც ზღვარივით ამიღებული, სადაც 28 გრადუსს რო აცდება, მკვეთრად იმატებს პრობლემებიც, ვენური პრობლემები, მათში ვისაც ეს აქვს. ეს დაკავშირებულია სიზავთა გაფართოებასთან, რაც უფრო ცხელა, ორგანიზმში ეს ფიზიოლოგიური მომენტიც არის, რომ ფართოდება სისხლძარღვები და ვენური სისტემის პრობლემა იმიტომ იწყება, რომ ვენას აქვს სარქველი. დიახ. ყველა ვენას აქვს სარქველი, გარდა თავის, ასე ვთქვათ, ვენებისა და კისრის ვენებისა. რამე თუ გრავიტაცია გადალახოს სისხლმა, რაღაცა უნდა შეზღუდოს მისი უკუდინება ქვევით. ეს სარქველი ფუნქციონირებს იმ შემთხვევაში, თუ ვენა ნორმალური დიამეტრისაა, ანუ რაც ადამიანს ანატომიურად დაყვა. თუ ეს გაფართოვდება, აქ ელემენტარულად მექანიკური პრობლემა იქნება, სარქველი ვეღარ იჭერს უკუნაკაც, რომელიც მიედინება უკვე ქვევით და ტვირთავს შემდგომ სეგმენტს და საბოლოო მექანიკურად ხდება დაზიანება. მექანიკურად ხდება, რა თქმა უნდა, ანუ ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი არის სარქოვანი აპარატი ვენისა, რადგან სისხლმა უნდა გადალახოს გრავიტაცია და თუ ეს მექანიზმი მოიშალა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა შეგუბება ვენური სისხლის, შევიდა რაღაცა ენრაოდენობა და ვერ გამოვიდა ამდენივე და დარჩა ქსოვილებში და ეს გადაჭიმვა ქსოვილების უკვე იწვევს პრობლემებს. გასაგებია, მადლობა. ბატონო გიგი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს პროგრესირებადი დაავადება არის, ქრონიკული დაავადებაა, შესაბამისად პროგრესირებადია და ხშირად არის ხოლმე, რომ არიან პაციენტები, რომლებიც პირველ სიმპტომებს შეიძლება მაინც და მაინც ყურადღება არ მიაქციონ, დროულად არ მიმართონ ექიმს და თქვათ, ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავიდანვე და სწორ მკურნალობას არ ვიწყებთ ადრეულ სიმპტომებს, რა გართულებებთან არის ასოცირებული, თქვათ, რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ასეთ შემთხვევაში? თავისთავად თვითონ დაავადება გახლავთ პროგრესირებადი. შეიძლება ადამიანს, ერთ-ერთ შემთხვევებში კონდეს გამოხატული, დაუშვათ გადაგვარებული ვენური ქსელი და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს მთელი ცხოვრება, მას მხოლოდ ვიზუალური მხარი კონდეს და ასე ვთქვათ შეცვლილი. მაგრამ როგორც წესი ვიცით, რომ ეს დაავადება პროგრესირებადია და აქედან გამომდინარე მიშვება დაავადების ყოველთვის მთავრდება უკვე თქვა ცხოვრების ხარისხის ასე თქვა გამართულება დაანებო ცხოვრების ხარისხი ასე თქვა უარესდება და მუდმივად რაღაც დისკომფორტს განიცდის ადამიანი. ეს პირველი ნიშნები, დაუშვათ ეს პატარა გამოვლინებები, ვარიკოზული ცვლილებები, მერე გადადის უკვე დისკომფორტში, სიმპტომებში და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ასე მიშვებული სამწუხაროდ ბევრი პაციენტის მიერ თავდება უკვე ვენური წყლულით და გადაგვარებული კიდურებით, ასე ვთქვათ. ეს რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე ჯობია დროული რეაგირება, მედიკამენტოზური თერაპია იქნება თუ სხვა რამე, ალბათ ამაზე მე ვისაუბრებ. აღნიშნულ დაავადებას აქვს მეტნაკლებად გენეტიკური განწყობაც და როდესაც ვიცით, რომ ოჯახური ანამნეზი არსებობს ამისი, რა შეიძლება ჩვევების სახით ვაქციოთ ყოველდღიურობაში იმისათვის, რომ არ განვითარდეს, ან ხელი შეუშალოთ, ან გადავავადოთ დაავადების გამოვლინება. აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ასევე თქვათ ქუსლს, ფეხსაცმელს და სიარულს ზოგადად გადამწყვეტი მნიშვნელობა და არსებობს თუ არა თანამედროვე მედიცინაში რაიმე სამკურნალო საშუალებები, რაც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პრევენციულად, ასევე შემდგომ სამკურნალოდ. ამ დაავადებას აქვს გამომწვევი რისკ ფაქტორები, არ არის ერთი რაღაც განსაკუთრებული და ამიტომ როცა რეკომენდაციას ვაძლევთ პაციენტს, ყველა რისკ ფაქტორს, ასე ვთქვათ, მე გავდივარ მასთან ერთად, რომ მან მერე გაითვალისწინოს და მოიქცეს ისე რისი შეცვლაც შეუძლია, მაქსიმალურად ეცადოს რომ შეცვალოს. რამე თუ ჩამოთვლი რისკ ფაქტორებს უცბად, ანუ არის ის ფაქტორები, რომელსაც ვერ შევცვლით. ეს არის გენეტიკური რისკ ფაქტორი, ერთ-ერთი მძლავრი, თუმცა არიან პაციენტები, რომლებიც ვერც იხსენებენ ან არც იციან მის, ასე ვთქვათ, წინაპრებს, ანუ ახლო ნათესავებს, მშობელს, მიმშობელს, ქონდა თუ არა ეს პრობლემები. მაგრამ მე ვთვლი, რომ რაღაცა გენეტიკური განწყობა რაღაცა სახით მაინც მთავარი არის ამ მომენტში. ქალბატონებში უფრო მეტად იმიტომ არის გავრცელებული, რომ თვითონ ორსულამშობიარობა გახლავთ ის პერიოდი, როდესაც შეიძლება დაავადება გამოვლინდეს და პროგრესირდეს და ეს დაკავშირებული არა მხოლოდ რაღაც სიმძიმესთან, ან დიდმუცელთან, ან ბავშვთან. ჰორმონალური ფონი იცვლება და ის ჰორმონალური ფონი, რომელიც უზრუნველყოფს ორსულობის, ასე ვთქვათ, შენარჩუნებას, ტონუსი მოიხსნა, საშვილოსნო და ასე შემდეგ,
იგივენაირად ნეგატიურად მოქმედებს ვენურ კედელზეც და იქ იხსნება ტონუსი და უფრო ასე ვთქვათ ექვემდებარება გადაჭიმვებს და ეს სარქველის უკვე გამოდის წყობრიდან და იწყება პრობლემა. ნუ ასაკსაც ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ დაუშვათ ცხოვრების წესი მაგალითად, ხო? თქვენ ახსენეთ ფეხსაცმელი ადრე უფრო ხშირად იყო ამაზე აქცენტი, თუმცა მე რასაც ვაკვირდები და რასაც ვთვლი და რასაც ნუ წამიკითხავს, მარტო ფეხსაცმელი არ არის, თავია კომფორტული იყოს და ტერფის სწორი ფუნქციონირება იყოს, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფილი. ეს იქნება შეიძლება ადამიანს აქვს პრობლემა ტერფის და რაღაცა ქუსლი უზრუნველყოფს რაღაცა უფრო სწორ ფუნქციონირებას, ხო? ამ შემთხვევაში უკვე ეს ძველიდან მოდის ეს ისა, შეიძლება კარგიც იყო იმ დროს, როცა უჩევდნენ 5 სანტიმეტრამდე, ასე ვთქვათ, ქუსლი ფეხზე, მაგრამ მამაკაცებს ახლა არ გვაწვია ასეთ 5 სანტიმეტრიანი კომფორტული ფეხსაცმელი უნდა იყოს. ახლა შემოვიდა ისე, როცა ტერფის კვლევა მიდის, იქ ღამბაშებს ამზადებენ და ანუ ფუნქციურად სწორდება ეს ყველაფერი. და რაც თქმა უნდა ცხოვრების წესი დაკავშირებული მის ასე ვთქვათ ხანგრძლივობასთან ჯდომის ან დგომის. მიჩნეულია რომ 5 საათის ზევით ასე ვთქვათ ვისაც უწევს ხშირად უძრაობა დგომითი ან ჯდომით სამუშაო აქვს ეს გახლავთ რისკ ფაქტორი. ამის შეცვლა თუ შეუძლია ადამიანს, ნუ კარგი იქნება. თუ არა და რაღაც მომენტები უნდა ნახოს რომ აქტიუროს და ნუ შეცვალოს რაღაცა. სიარული კი ბეზიასულა დაუშვათ შემაღლება ფეხების და ასე. აქვე თქვენ ისწრებათ თქვენ დაგვეხმარებით რომ კომპრესიული ტრიკოტაჟის გამოყენება, ნუ კომპრესიული გოლფების ტარება ზოგ შემთხვევებში ამარტივებს მიმდინარეობას და არ უორესებს, მithumetes ორსულობის პერიოდში ხშირად იყენებენ ამას, ხო? დიახ, ესე იგი თუ თერაპიაზე ვლაპარაკობთ, ნელა გადავიდეთ უკვე თერაპიისკენ. ამ შემთხვევაში არის ინსტრუმენტები, რომელიც ძალიან გამოგვადგება და დაავადება მართოთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ კომპრესიული ტრიკოტაჟი. ანუ რა თუ ზედაპირულ ვენებზეა ლაპარაკი, ხო? ზოგადად ქრონიკულ ვენურ დაავადების მართვაზეც გარეგანი კარკასი, რომელსაც ქმნის ელასტიური ტრიკოტაჟი, ამცირებს აი იმ გადაგვარებულ სისტემაში სისხლის მოქცევას, რომელიც პრობლემა არის მთელი სისტემისთვის. ანუ აი მარტივად რომ გასაგები იყოს ხო მაყურებლისთვის ზედაპირული ვენები რო გაგანიერდება, ეს არ არის მთავარი სისტემა სისხლის მოქცევაში. მთავარი ღმავენური სისტემა 85% სისხლის ამ ღმავენებით მიედინება, მაგრამ იმდენად ფაქიზი მექანიზმებია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის ნაკადი გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ადიოდეს, რომ პატარა ხარვეზით ხდება პრობლემა და ზედაპირულ ვენებში თუ არის ხარვეზი, ეს მთელი სისტემის პრობლემა ხდება. ჩვენ გარეგანი კარკასით უბრალოდ აღარ უშვებთ იქეთ სისხლს, რომელიც პრობლემურია და ვამისამართებთ საღნაწილში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ერთ-ერთი ის. გვაქვს ჩვენ წარმოდგენილი აქ მედიკამენტები, ნელა უახლოვდებით, აქვე მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ თუ ქვედაკიდურების ვენური პრობლემები ხშირად ადრე იყო, რომ ცხელწყალში აწყობდნენ ხოლმე ფეხებს. ეს არის კატასტროფა, ამიტომ არის ვისაგებოთ საშუალებით, რომ როცა არის ქვედაკიდურებზე სიმძიმის შეგრძნება, დაღლის შეგრძნება არანაირად არ შეიძლება ცხელწყალში და ცხელის შხაპების და აბაზანების მიღება. ეს არის პირდაპირ დაზიანება უარესი და უარესი მდგომარეობის რაც არის. ბატონო გიგი, დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილი არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო საშუალებები ქრონიკული ვენური დაავადებების შესახებ. რაც შეეხება თერაპიულ მკურნალობას, მრავალი ვენოაქტიური მედიკამენტი არის ბაზარზე. ზოგი ძალიან ძველიც არის, ზოგი ახალი ფორმულებია. ამ შემთხვევაში ყველა ეფექტურია, მაგრამ ზოგიერთ პრეპარატს აქვს დაუშვათ ისეთი კვლევები ჩატარებული, სადაც უკვე დამტკიცებულია მისი სარგებელი ამ თერაპიის დროს. და რეკომენდაციასაც დაუშვათ იძლევენ უფრო ასე თავამად. ეს ჯგუფები, ნუ პრინციპში ჩამოთვლა ბევრია და შეიძლება სხვადასხვა, მაგრამ ფლავინოიდები, ხო, მაგალითად განსაკუთრებულად თქვათ ეფექტურია, რომელმაც თავისი ეფექტურობა უკვე კვლევებითაც დაამტკიცა. პაციენტებიც კმაყოფილები არიან და თანამედროვე კვლევებით ჩატარდა მიმართულებით ხანგრძლივობასთან დაკავშირებით იყო ესეთი რეკომენდაცია 2-3 თვით დაუშვათ ცხელ პერიოდში ძალიან სასარგებლო იქნება რომ ეს პრეპარატი მიიღოთ. ეხლა ამ კვლევებით რაღაც იქ მიკროდოპლეგრაფიული კვლევებით დადასტურდა რომ იმ ვენურ ქსელში რომელიც თვალითაც არ ჩანს, ხო, იქაც სარკმლები გვაქვს და იქაც დაფიქსირდა ეს
რეფლუქსი, ეგრეთ წოდებული უკუდინება და ზუსტად აი ამ დროს ძალიან ეფექტური აღმოჩნდა პრეპარატების მიღება, რამე თუ რაღაცა ტონუსის მომატება პრეპარატისგან ასწორებს სისხლის მოქცევას, მიკროცირკულაციას და ხანგრძლივობამ უფრო მეტი ეფექტიც აჩვენა. ასე რომ თერაპიას თავისი ადგილი აქვს ამ დაავადების მართვაში. ჯანა, ეს მართლაც ესეთი ვენური დაავადება ქრონიკული საკმაოდ რთული პრობლემა არის, საკმაოდ შემაწუხებელია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ზაფხულის თვეებში და თქვენ ახლა აქ რაღაც საინტერესო მედიკამენტები გაქვთ წარმოდგენილი და თუ შეიძლება გითხარით რა მედიკამენტებია, რას თავაზობს საერთოდ GM Pharma ამ მიმართებით ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. ვიდრე შეთავაზებებზე ვისაუბრებ, მინდა მოკლედ კომპანიის შესახებ უთხრათ ჩვენს მოსახლეობას. GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. პორტფელში გვაქვს 120 ბრენდი, გამოშვების 230 ფორმით და პრაქტიკულად ყველა თერაპიულ მიმართულებას მოვიცავთ. ეხლა რაც შეეხება შეთავაზებას, რომელიც ჩვენ მოუმზადეთ ჩვენს ერთგულ მომხმარებას, ეს გახლავთ ვენოაქტიური საშუალება ტურბომიკრონ G ტაბლეტის შეძენის შემთხვევაში ტურბოგელს მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად. ეს აქცია მიმდინარეობს PSP-ს აფთიაქო ქსელში 30 ივნისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით. მოკლედ რომ ავუხსნათ ჩვენს მომხმარებელს ამ პროდუქტების შესახებ, დავიწყებ ტურბომიკრონ G ტაბლეტით. ეს გახლავთ ვენური დაავადების სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ისეთ სიმპტომებზე, როგორც არის წვად, კივილი, შეშუპება. ბატონმა გიგი მახსენა, რომ მთელი დღის განმავლობაში, როდესაც პაციენტებს უწევთ ან მომხმარებლებს დგომა ფეხზე, რა თქმა უნდა, აი ამ შეშუპებას ძალიან ეფექტურად ხსნის. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია ესპანეთში. ეს არის GM Pharma, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ჩვენთან 10 წელზე მეტია თანამშრომლობს, რომელიც ამ პროდუქტს ამზადებს მიკრონიზაციის უნიკალური მეთოდით. და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მიკრონიზაციის უნიკალური მეთოდი, ვინაიდან ზრდის ბიოშეღწევადობას, შესაბამისად თერაპიული ეფექტიც გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება ჩვენ თქვით, რომ ტაბლეტს საჩუქრად მოყვება გელი, ტურბოგელი, აღმოჩნდა, რომ კომბინირებული თერაპია გაცილებით უკეთესია. ამიტომ ტურბოგელზეც ვეტყვი ჩვენს მომხმარებლებს, ეს გახლავთ სცენარეული შემოდგენლობის კომბინირებული საშუალება, იგივე სიმპტომების მოსახსნელად, შეშუპება, წვად, კივილი ქვედა კიდურებში, აი ღამით არის კრონჩხების შეგრძნება, ხშირად არის ხოლმე მოუსვენრობის. დიახ, აი ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია, ძალიან ეფექტურია ასევე ჰემატომების დროს, სისხლჩაქცევების დროს, ზედაპირული ფლებიტების დროს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ეს აქცია შეთავაზება ჩვენი მოსახლეობისთვის გახლავთ PSP-ს აფთიაქო ქსელში 30 ივნისის ჩათვლით. ტურბომიკრონ G ტაბლეტის შეძენის შემთხვევაში ტურბოგელი მომხმარებას გადაეცემა ზაფხულისთვის ამ თერაპიით როგორც ბატონმა გიგიმ ბრძანა, შესანიშნავად გაატარებს ზაფხულს. რა თქმა უნდა, ჩვენ თითქმის ყველა სეზონზე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს სასარგებლო აქციებს და საინტერესო შესაბამისად ამ სეზონსაც და ზაფხულის სეზონსაც არ ვტოვებთ უყურადღებოდ, შესაბამისად შეუძლიათ ისარგებლონ PSP-ს აფთიაქო ქსელში. შესანიშნავია, ბატონო გიგ, კაპიტან ჟან, მადლობა და წარმატებები. მადლობა.